სტატისტიკის მიხედვით დღეს ფაზის აკადემიაში წაიკითხავს არქეოლოგიის დოქტორი რევაზ კვირკვაია, ფაზის აკადემიის წევრი გახლავთ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. შემდეგ შეკითხვა-პასუხები, როგორც კი დასრულდება შეკითხვა-პასუხები, შემდეგ ხალბატონი ეკა კარტოზია წარმოადგენს სამომავლო გეგმებს ამ ფაზის აკადემიაში, რა სამუშაო პროცესები უნდა დავატაროთ, რომ შემდეგში მოხდეს საერთაშორისო სივრცეში, სამეცნიერო სივრცეში ფაზის აკადემიის ჩართულობისა და მესამედ ვექნება დღის წესრიგში ციური ბერიძის წიგნის მცირე ინფორმაცია, აი იოზეფ რაკილის შესახებ დაწერა ხალბატონმა ციურმა და გესალმებით. იცით რომ ჩვენი ტრადიცია არის ჩვენი მეცნიერების მოღვაწეობა განსაცვლად ერთმანეთს და ერთად ტრადიციულად ვიწყებთ ბატონ რევაზ კვირკვაიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას წარმოშობილად. დაამთავრა სენაკის საშუალო სკოლა. მე და ბატონი რეზო ერთ სკოლელები ვართ. სხვადასხვა დროს დიდი ინტერესი. სხვადასხვა დროს კი ბატონო. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ბატონი რეზოს რეკომენდატორი გახდათ ბატონი რევაზ პაპუაშვილი და მე მხოლოდ ამონარით წავიკითხავ მისი რეკომენდაციიდან. უკვე მრავალი წელია ისტორიკოსთა და სიძველეთა მოსყვარულთა წრეებში არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი რევაზ კვირკვაია კომპეტენტურ, სანდო და მაღალი რანგის სპეციალისტის რეპუტაციის სახელით სარგებლობს. მისი ასეთი რეპუტაცია მისი საქმიანობიდან გამომდინარეობს. მისი ინიციატივით და ძალისხმევით ამ რეგიონში, ანუ ბორჯომის ხეობაზეა ლაპარაკი, გამოვლენილი იქნა მრავალი წყება ისეთი არტეფაქტებისა, რომლებიც აშკარად ასოცირდება ბრინჯაო ადრერკინის ხანის ცნობილ კოლხურ კულტურასთან. ამავე თემას მიუძღვნა კიდევაც მისი სადისერტაციო ნაშრომი. ამ ნაშრომით გახდა ის პირველი არქეოლოგიის დოქტორი საქართველოსი დიდი ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ. 2009 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბატონ რევაზ კვირკვაიას მიენიჭა არქეოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი. მას აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება არქეოლოგიურ სამეცნიერო წრეებში მუშაობისა, მის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი ლაბორანტიდან 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლამდე. იგი ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ასევე გოგიტა ჩიტაია გახლავთ ბატონი რევაზ კვირკვაიას რეკომენდატორი და ამონარით წავიკითხავ მას მასში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში მიყავდა სალექციო კურსი და სემინარი არქეოლოგიის საფუძვლები და საქართველოს არქეოლოგია. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა 30-ზე მეტ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, პერიოდულად იღებდა სამეცნიერო ფორუმებში, გამოფენებში, საანგარიშო არქეოლოგიურ სესიებში მონაწილეობას. არის 37 უწერია ბატონ გოგიტას, მაგრამ 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უაღრესად აკადემიური მონოგრაფია ბორჯომის ხეობების შესახებ და წარმოდგენილი მონოგრაფია არის ენციკლოპედიური საცნობარო ხასიათის ნაშრომი. და აი თქვენ ახლა ხედავთ ჩამონათვალს ბატონი რევაზის ნაშრომების პუბლიკაციების, იგი ღებულობს სხვადასხვა ექსპედიციებში წლების მანძილზე მონაწილეობას. მე არ დავიწყებ სათითოოდ ამის ჩამოთვლას, საფონდო და კამერალურ ლაბორატორიული სამუშაოებში, ასევე ღებულობს მონაწილეობას ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიურ გამოფენაზე და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში გამოფენებზე და ასე მონაწილეობს ფორუმებში, საანგარიშო სესიებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან მოკლედ ბატონი რევაზ კვირკვაიას მოღვაწეობის შესახებ. ახლა დაუთმო ბატონ რევაზ სიტყვას. მოგესალმებით. დიდი პატივია თქვენ წინაშე წარდგომა, პირველად ვარ მოხსენებით. მართალია მე არქეოლოგი გახლავართ, მაგრამ დღევანდელი მოხსენება არქეოლოგიურიც არის, მაგრამ
ასევე არის ისტორიული და წყარომწვეულებითი ხასიათის. თუმცა ამ თემაზე ჩემი მუშაობა განაპირობა სწორედ არქეოლოგიურმა სამუშაოებმა, რომელიც ჩატარდა ზარზმაში 2019 წელს. და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც უკავშირდება ზარზმას, ზარზმის ისტორიას, ეს არის სწორედ მისი მონასტრის დაარსების თარიღი, რომელიც დღემდე დაუდგენელია და არ არის დადგენილი, არის ასთა სხვადასხვაობა, ორი განსხვავებული აზრია და საბოლოოდ დღემდე არ არის დაუდგენელი და არქეოლოგიას შეუძლია რაღაცა ახალი სიტყვა თქვას ამ დროს და რაღაცა ნიშნები გამოიკვეთა კიდევაც ამას მოხსენების ბოლოში გეტყვით უფრო, მაგრამ მანამდე უნდა მიმოვიხილოთ რატო დგას ეს პრობლემა. მაგრამ თავიდან მინდა 2-3 სიტყვით ძალიან მოკლედ მოვყვე შინაარსი თვითონ ამ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა. ეს არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები ეკუთვნის ბასილი ზარზმელს და მოთხრობილია სწორედ დიდი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის მიერ ზარზმის მონასტრის დაარსების ისტორია. ის იწყებს სერაპიონ ზარზმელის ასე ვთქვათ ბავშვობიდან. ის დაიბადა კლარჯეთში, მისი მშობლები როგორც ის წერს ცხოვრობდნენ ლიტონად, ეს სიტყვა ლიტონი ნიშნავს ძველ ქართულად უბრალოსას და цаრიელსაც, ზოგჯერ цаრიელის მნიშვნელობით გამოიყენებოდა ლიტონის სიტყვა და ზოგჯერ ლიტონი ნიშნავდა უბრალოს. ანუ სერაპიონ ზარზმელის მშობლები იყვნენ გლეხები, ლიტონან მცხოვრები. ყავდათ 3 ვაჟი. სერაპიონი იყო შუათანა ვაჟი, უმცროსი იყო იოანე, ხოლო უფროსი სახელი არ არის ცნობილი. ეხლა ისიც მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ ეს ბასილი ზარზმელი ავტორი ამ ნაწარმოებისა არის სერაპიონ ზარზმელის ძმისშვილი. სწორედ აი ამ უფროსი შვილის შვილი, მაგრამ მამამისის სახელს რატომღაც არ ახსენებს. სერაპიონის ზარზმელის მამას ერქვა თურმე კვიპრიანე, დედის სახელი ცნობილი არ არის და ეხლა ცნობილი არ არისო წერს, ესე იგი თავისი ბებიის სახელზე წერს, რომ არ არის ცნობილიო და ამის შესახებაც ბევრ მკვლევარს აქვს გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება, რომ იქნებ ეს რაღაც სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან და ამაზედაც თქვებით მოგახსენებთ. მოკლედ სერაპიონ ზარზმელი ადრე დაობლდა და თავისი უმცროსი ძმა წაიყვანა პარეხში. იყო ესეთი მონასტერი პარეხში, კლარჯეთში და იქ იმ დროს მოღვაწეობდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე მიქელ პარეხელი. და მათ დაემოწაფა. გარკვეული დროის შემდეგ მიქელ პარეხელმა ჩვენებით იხილა, რომ ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო მონასტერი და სერაპიონს დაავალა, რომ უნდა წასულიყო ამ მონასტრის დასაარსებლად ჩრდილოეთით, ანუ სამცხისკენ. სერაპიონი რა თქმა უნდა თავიდან როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე უარზე იყო, ანუ არ თვლიდა თავს ღირსად ასეთი მისიის შესასრულებლად, მაგრამ მერე დათანხმდა და თავისი ძმა იოანე წამოიყვანა და კიდევ 4, ანუ სულ 6 ბერი წამოვიდნენ და შემოვიდნენ სამცხეში. შემოვიდნენ სამცხეში და პირველად მივიდნენ ადგილზე, რომელსაც ქვია ბერას ჯვარი და უტყვის უბანი. თავიდანვე მინდა აღნიშნო, რომ როცა კითხულობთ ამ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას, ისია ეს ტოპონიმები, რომ გონიათ, რომ თითქოს გუშინ ხდებოდა ეგ ამბავი. ყველა ის ტოპონიმი, ყველა ის ადგილი, რაც იქ არის ნახსენები, თითქმის დღესაც არის სამცხეში. ყველა. აი მოვიდნენ უტყვის უბანში ბერთა ჯვართან, მაგრამ აქ მათ ვერ შეიცნეს ის ადგილი, სადაც უნდა დაარსებულიყო, როგორც აღუწერა მიქელ პარეხელმა და განაგრძელა და დაბანაკდნენ ერთ ადგილას და აქ რაღაც ცეცხლი დაანთეს და ცეცხლის კვამლი დაინახა გიორგი ჩორჩანელმა. ეს გიორგი ჩორჩანელი იყო სამცხის დიდი მთავარი. და მივიდა, რაღაც ჯერ სახური მიაგზავნა, მერე თვითონ მივიდა და გაიცნეს ერთმანეთი და როცა შეიტყო, რომ მიქელ პარეხელის მოწაფე იყო, მიქელ პარეხელს როგორც ჩანს დიდი სახელი ჰქონდა გავარნილი სამცხეში. ეს იამონა, რომ ეს ბერები აქ მოვიდნენ, მაგრამ უთხრა, რომ ეს ადგილიო, რა სადაც თქვენ გინდათ ეკლესიის აშენება, უღრანი ტყე არისო, მართლაც უღრანი ტყე ყოფილა მაშინ და მე უკეთეს ადგილს შემოგთავაზებ თუ ზანავშიო.
სადაც უკვე არსებობსო რა ეკლესიები ცოტა სადაც მაგრამ ისინი ამას არ დათანხმდნენ და მაშინ გიორგი ჩორჩანელმა უთხრა რომ გაგაყოლებთ ერთ კაცო და ერთი დღის განმავლობაში რამდენს შემოულითო ასე წეს შემოულითო ტერიტორიაზო იმ ტერიტორიას გადმოგცემ თქვენი მონასტრისთვისო დაიწყო ასე ვთქვათ მათი მოგზაურობა მივიდნენ ერთ ადგილას სადაც უწირავი ხალხი ან უწირავ ხალხს ერქვა ანუ არაქრისტიანი ან ნაკლებად ქრისტიანი რომლებიც არ იცავდნენ ამ ქრისტიანულ წესს შეხვდნენ ძალიან ცუდად მიიღეს ეს ალბათ იმასთან იყო დაკავშირებული რომ შეიტყვეს რომ ტერიტორია უნდათ ამ ბერებს და არ ემატებოდათ შემდეგ მეორე ადგილასაც მივიდნენ სადაც პატარა ტბა იყო სადაც სათავეს ეძახდნენ ამ ტბას სადაც ნადირი იკრიბებოდა და აქაც ძალიან ცუდად მიიღეს მაგრამ ასე თუ ისე მოკლედ შემოწერეს ეს ადგილი საკმაოდ დიდი ადგილი და ეს გიორგი ჩორჩანელმა გადაცა მათ ეკლესიის აშენებლად ეხლა სად უნდა ეშენებინათ ეკლესია სერაპიონ ზარზმას უნდა და მაღალ ადგილას ახლა აი ზარზმის მონასტრის უკან არის ბორცვი ალბათ ეს იგულისხმება იქ აეშენებინა ეკლესია მაგრამ ამის საკმაოდ რთული იყო ეს ხოლო მიზმას იოანეს უნდა და დაბალ ადგილას სადაც დაიბანაკეს და პირველი ტალავერი ააშენეს და სადაც შეხვდა მათ გიორგი ჩორჩანელი იქ აეშენებინა და გადაწყვიტეს ესეთი რამ რომ აენთოთ ლამპარი იქაც იმ ადგილას სადაც სერაპიონსაც უნდა და აქაც სადაც იოანესაც უნდა და რომელი ეს ლამპარიც უფრო კანდელი ზეთის კანდელი რომელიც უფრო მალე ჩაკრებოდა რომელიც უფრო გვიან ჩაკრებოდა იქ აეშენებინათ ეკლესია და ჩაკრა გვიან ანუ ქვევით არა იქ სადაც სერაპიონს უნდა არამედ იქ სადაც იოანეს უნდა და გადაწყვიტა ეკლესიის მშენებლობა მაგრამ ეკლესიის ჭირდება მასალას ამშენებლობა ეს არ იყო და დაიწყეს ასე ვთქვათ რიყის ქვებით ეკლესიის მშენებლობა შემდეგ ურჩიეს რომ ხო ეხლა ეს გამომჩა მთავარი რომ სერაპიონ ზარზმელმა როცა ის ტბა ნახა და იქ თუდად შეხვდნენ რაღაც დასწყევლა და ეს ტბა გაიპო კლდე გაიპო ტბა დაშრაუცებ და ხალხს თავზარი დაეცა ესეთი შიში დაეუფლა ხალხს ეს ემხელა ტბა დაშრაუცებ და ამიტომ დაერქვა ამ ადგილს ზარზმა ანუ ზარი ნიშნავს შიშს ზმნა ქმნას ანუ შიში ქმნა და დღემდე სახელი ქვია ამას. ასე დაიწყეს რიყის ქვებით მშენებლობა. შემდეგ დანგრეული ეკლესია აღმოჩნდა მიწისძვრისგან დანგრეული. ეს ეკლესიაც გამოიყენეს ქვები, ეს იმ ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და პირველი ეკლესია დაარსეს, პირველი ძმობა შედგა და სერაპიონ ზარზმელი აი ამ პირველ დაარსებულ მონასტერში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მან დაადგინა მონასტრად წინამძღვრად გიორგი შემდეგ იყო მიქელი და ამ მიქელის დროს უკვე აშენდა მეორე ტაძარი ზარზმის მეორე ტაძარი მეორე ტაძართან კიდევ დაკავშირებულია მთელი რიგი ამბები მაგრამ ამასთან თავს არ შეგაწყენ და ეს ტაძარი რომელსაც აქ ხედავთ არის უკვე მესამე ტაძარი რომელიც მე-17 საუკუნეში აეშენა მე-14 საუკუნეში იქნა აშენებული ეხლა რაც მოვყევი იმას ამ ტაძართან არაფერი საერთო არ აქვს ეს უბრალოდ ტაძრის არც ფოტო არც ნანგრევები არც არაფერი არ არის ჯერჯერობით მაგრამ ამ ტაძართან არაფერი კავშირი არ აქვს ეხლა გადავალ და წავიკითხავ ბარემ ამ ტექსტს რომელიც უკავშირდება აი ამ თარიღის ამბავს ხო სერაპიონი გარდაიცვალა შემდეგ იყო გიორგი მიქაელი შემდეგ პავლე და შემდეგ ბასილი ზარზმელი სერაპიონის ძმისშვილი, უფროსი ძმისშვილი, რომელმაც აღწერა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება. ერთადერთი წერილობითი წყარო, რომელიც ზარზმის მონასტრის დაარსების შესახებ მოგვითხრობს, არის ბასილი ზარზმელის ცვლილება ცხოვრებაი და მოკალაკეობაი, ღმერთშემოსილისა, ნეტარისა, მამისა, ჩვენისა სერაპიონისი, ანუ როგორც შემოკლებით უწოდებენ სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება. გარდა იმისა, რომ ის დიდებული ლიტერატურული ნაწარმოებია, ძვირფასია როგორც საისტორიო წყარო, რომელიც ბევრ უმნიშვნელოვან ცნობას შეიცავს ნაწარმოებში აღწერილი ეპოქის შესახებ და ამ თვალსაზრისით ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთან შორის მხოლოდ გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას თუ ჩამოუვარდება.
ცნობები ეხება იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ საგანმანათლებლო და საეკლესიო ცხოვრების მრავალ ასპექტს. ამასთან მას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლიც აქვს. სხვა აგეოგრაფიულ სრულებათაგან, ისეთები როგორიცაა შუშანიკის წამება, აბოთბილელის წამება, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და სხვა განსხვავებით, იქ არ მოიპოვება ისეთი უტყუარი მინიშნება, რომელიც საშუალებას მოგცევს ზუსტად ან თუნდაც მიახლოებით განსაზღვროთ ნაწარმოების დაწერისა და მასში აღწერილი მოვლენის თარიღი. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება მე-20 საუკუნის დასაწყისში საეკლესიო ფონდში, იყო საეკლესიო მუზეუმი საქართველოში და მას ჰქონდა ხელნაწერთა ფონდი და ამ ფონდში მუშაობის დროს აღმოაჩინა მოსე ზანაშვილმა და მანვე გამოაქვეყნა პირველად 1909 წელს. თუმცა მის მიერ აღმოჩენილი ჯერჯერობით ერთადერთი ხელნაწერი არ არის ორიგინალი, არამედ მე-17 საუკუნეში გადაწარილი მეტაფრაზული ვარიანტი. თუმცა ეს მე-17 საუკუნეში კი არის გადაწერილი, მაგრამ მეტაფრაზული ვარიანტი, ან მეტაფრაზის მიერ გადასწორებული ეს სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება მიეკუთვნება მე-11 საუკუნეს, ანუ მე-11 საუკუნის მერე რამოდენიმეჯერ გადაწერეს, როგორც ჩანს და მე-17 საუკუნეში გადაწერილი აღმოაჩინა მოსე ჯანაშვილმა. ნაწარმოებში მოთხრობილია კლარჯეთიდან მოსული ბერის, სერაპიონისა და მისი თანხლები 5 სასულიერო პირის მიერ ზარზმის მონასტრის დაარსებისა და სამონასტრო ცხოვრების დაწყების ისტორია, რაც მე მოგიყევით მოკლედ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას მეტნაკლებად საქართველოს ადრეშუა საუკუნეების ისტორიისა და ლიტერატურის ყველა ცნობილი მკვლევარი შეეხო. თუმცა თარიღის საკითხი დღემდე გადაუჭრელია. ზოგი მეცნიერი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ნაწარმოებში აღწერილი ამბები მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-7 საუკუნის დასაწყისში ხდებოდა. თხზულება კი მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში უნდა ყოფილიყო დაწერილი. ხოლო სხვები თვლიდნენ და თვლიან, რომ იქ აღწერილი ამბები მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა, ნაწარმოები კი მეორე საუკუნის პირველ ნახევარში დაიწერა. ესე იგი მთელი 300 წელია სხვაობა ამ ორ მოსაზრებას შორის. ამგვარის დასკვნის გამოტანისას მკვლევარები რამდენიმე გარემოებას ეყრდნობიან. პირველი, ნაწარმოებში მოხსენიებულ პიროვნებებს. შიო საკვირველთმოქმედი, მიქელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი, გიორგი ჩორჩანელი, მირიამ ბახლაუნდი და მისი ვაჟები, ზარზმის მამასახლისი პავლე და სხვა. ნაწარმოებში აღწერილ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას. ნაწარმოებში ნახსენებ მონასტერთა, ოპიზა, პარეხი ისტორიას, ონომასტიკონს და სხვას, მაგრამ არც აქაა ყველაფერი ნათლად გარკვეული. მაგალითად, არც ერთი ზემოჩამოთვლილი პიროვნების, გარდა შიო საკვირველთმოქმედისა, ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და შესაბამისად ვერ მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროის დადგენა. ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან ნაწარმოების ადრეულობის მომხრე მკვლევარები, არის ის, რომ სერაპიონ ზარზმელის მოძღვარი მიქელ პარეხელი, რომელზედაც მოგახსენეთ, რომლის დავალებითაც იგი სამცხეში სამოღვაწეოდ გამოემგზავრა, ყოფილა მოწაფე და სულიერი შვილი შიო საკვირველთმოქმედისა, რომელიც ვითარცა მთიები განთიადისაი, წინავდა ქვეყანასა ქართლისასა. ამ შიოში კი ეს მეცნიერები საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამამკვიდრებელ ერთ-ერთ ასურელ მამას შიო მღვიმელს მოიაზრებენ, რადგან სხვა შიოს, რომელსაც ისეთი სახელი და დამსახურება ჰქონდა, რომ ვითარცა მთიები განთიადისაი, წინავდა ქვეყანასა ქართლისასა, საქართველოს ისტორია არ იცნობს. მოსე ჯანაშვილი ნაწარმოების დაწერის და მასში აღწერილი ამბების დროს ზუსტად არ განუსაზღვრავს, მაგრამ ჩათვალა, რომ ის მე-7 საუკუნეში უნდა შექმნილიყო, ვინაიდან შიო მღვიმელი მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა. ხოლო თხზულების ავტორი სერაპიონის ძმისწული ბასილის ზარზმელი მონასტრის მე-5 წინამძღვარი ყოფილა. თავად სერაპიონის, გიორგის, მიქაელისა და პავლეს შემდეგ. სერაპიონს მოსე ჯანაშვილი არჩილ მეფის თანამედროვე თვლიდა, ხოლო არჩილ მეფე 668-718 წლებში მეფობდა. ხოლო ბასილის ზარზმელს მე-7 საუკუნის მე-4-ის მოღვაწედ მიიჩნევდა. ნაწარმოების ადრეულობის მომხრე იყო პავლე ინგოროღვა. ყველაზე ასეთი გზნებარე მხარდამჭერი ამ ადრეულობისა. მისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სერაპიონის ზარზმელის მოძღვარი მიქელ პარეხელი არის შიო საკვირველთმოქმედი, ანუ შიო მღვიმელის მოწაფე, რომლის მოღვაწეობა, ანუ შიო მღვიმელის მოღვაწეობა 500-520 წლებში იწყება. ამ არგუმენტს დამაჯერებლად მიიჩნევდნენ და ნაწარმოებს მე-7 საუკუნით ათარიღებდნენ სარგის კაკაბაძე და ჰაინრიხ პეტერსი.
ნაწარმოებში მოხსენიებული შიო საკვირველთმოქმედი მოქმედი შიო უნემალად მიიჩნევდა ანრი ბოგვერაძეც. ის არ იზიარებდა კორნელი კეკელიძის მოსაზრებას, რომ შიო მეტაფრაზის შეცდომაა და რომ ორიგინალში უნდა ყოფილიყო გრიგოლი, ანუ გრიგოლ ხანძთელი. ესე იგი შიოს ქარაგმით არის იქ თხელნაწერში და კორნელი კეკელიძე თვლიდა, რომ ეს ქარაგმით თხელნაწერი ვერ გაიგო ამ მე-17 საუკუნის გადამწერელმა და ეწერა გრიგოლი და ჩაწერა შიო. ცოტა ისეთია რა საეჭვო არგუმენტია ჩემი აზრით. მაგრამ ანდრი ბოგვერაძის აზრით იმ შემთხვევაშიც თუ კი ეს მართლაც ასეა, გაუგებარია გრიგოლ ხანძთელის მითქმას სიტყვა საკვირველ მოქმედის გამოყენება, რადგან გიორგი მერჩულესთან მის მიმართ ეს სიტყვა არ გამოიყენება. მოგეხსენებათ ყველა საეკლესიო მოღვაწე რაღაც ეპითეტით არის ზოგი საკვირველ მოქმედია, ზოგი სალოსი, ზოგი წმინდანი, ზოგი მოწამე, ზოგი ამხსარებელი და ასე შემდეგ. გრიგოლ ხანძთელი მაინც ცნობილია როგორც უფრო მაშენებელი ბერი და საკვირველ მოქმედობა უფრო შიოს მიეწერებოდა. შიო საკვირველ მოქმედად თვითონ გიორგი მერჩულეს თავის ამ ვრცელ ნაწარმოებში არ აქვს მოხსენიებული. ქართულ სასულიერო მწერლობა საკვირველ მოქმედად იცნობს არა გრიგოლ ხანძთელს, არამედ შიო მღვიმელს. ამასთანავე ნაწარმოების მიხედვით ვითარცა მთიები განთიადისაი წინავდა ქვეყანასა ქართლისასა. გრიგოლ ხანძთელი კი მოღვაწეობდა არა ქართლში, არამედ ტაო-კლარჯეთში. თუმცა ჩემი აზრით გიორგი მერჩულე ამბობს ესე ფორმულა ქართლად პრიანდი ქვეყანაა აღირაცხების რომელსაც შინა ქართული თაინითა ჟამი შეიწირის და ლოცვაი ყოველი აღეწყურლების ამიტომ შესაძლებელია ქართლად მთელ საქართველოს გულისხმობდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ეს მხარეები მაინც დაკონკრეტებულია აფხაზეთი, ტაო-კლარჯეთი და ასე შემდეგ. ივანე ჯავახიშვილი თავის გამოკვლევაში, რომელიც ბასილის ზარზმელსა და მის ცვლილებას ეხება, რატომღაც შიოს საკვირველ მოქმედს საერთოდ არ ახსენებს. კორნელი კეკელიძე, რომელიც ასეთი გვიანდელობის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო ნაწარმოების გვიანდელობის, თვლიდა, რომ ის ადგილი, სადაც შიო საკვირველ მოქმედზეა ლაპარაკი, ეკუთვნის არა ბასილის ზარზმელს, არამედ მეტაფრაზს, რომელსაც მე-11 საუკუნეზე ადრე არ უნდა ეცხოვრა. მისივე აზრით ქარაგმით ნაწერი სიტყვა გლისი, ანუ გილსი, გრიგოლი შემდგომ დროიდელი უმეცრეი გადამწერის მიერ შიოდ გადაგებდა. ნაწარმოებში მოხსენიებული მეორე პიროვნება, რომლის მიხედვითაც მკვლევარები მის დათარიღებას ცდილობენ, არის შიო საკვირველ მოქმედის მოწაფე მიქელ პარეხელი. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების მიხედვით ის ოპიზადან მოსულა და დაუარსებია მონასტერი, რომელშიც მოგვიანებით სერაპიონი და მისი უმცროსი ძმა იოანეც მისულან და ბერად შემდგარა. სწორედ მიქელის დავალებით წამოვიდნენ ისინი სამცხეში, როგორც მოგახსენეთ, ახალი მონასტრის დასაარსებლად. მიქელ პარეხელის სიკვდილის შემდეგ მოწაფეებს მისი ცხოვრება აღუწერიათ, რომლითაც ბასილის ზარზმელს თავისი თხზულების შექმნისას უსარგებლია. მიქელ პარეხელი ნახსენებია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც. ის წარმოშობით ჩავშეთიდანაა, ესე განსხვავებით, რაც განსხვავებაა ამ ორ ნაწარმოებში ნახსენებ მიქელ პარეხელის ბიოგრაფია შორის. ის წარმოშობით ჩავშეთიდან სოფელ ნორგაელიდან ყოფილა, ბერად მინძაძოროში აღკვეცილა, ანუ არა ალპიზაში, არამედ მინძაძოროში და დიდ მეუდაბნოეთ ქმნილა. მას შემდეგ რაც ხანძთა სახელოვან იქნა, მინძაძოროდან ხანძთას თავის მეგობართან, გრიგოლ ხანძთელთან მოსულა და ვინაიდან ეძიებდა მარტოდ მყოფობასა, ერთას პარეხში დამკვიდრებულა. არის თუ არა ამ ნაწარმოებს შორის. ხო, ეხლა პარეხზე მინდა ორი სიტყვით თქვა, ეს პარეხი არის ზანური, კოლხური სიტყვა. და ნიშნავს ქვაღორღიან, ესეთ მინგრეულ, მონგრეულ ადგილს და დღესაც კი გამოიყენება, მაგალითად, რაღაცას რო გააფუჭებს და დაანგრევს და რაღაცა, მეგრული ვისაც ესმის, აი დოპარეხუა იტყვიან და ბებია ჩემი ხმარობდა ხოლმე რაღაცას რო გავაფუჭებდი, დოპარეხუა რა ყველაფერია. თუმცა სომხურისთვისაც ეს სიტყვა არ არის ცნობილი. მოგეხსენებათ არმენიზმები არის ზანურში, მეგრულში და ზანიზმები არის სომხურში. მაგრამ ეს უნდა იყოს სწორედ ზანიზმი სომხურში, ვინაიდან თვით ისეთი ცნობილი მკვლევარი სომხების რაჭი კაჭარიანიც კი არ ამბობს, რომ ეს არის სომხური არის, ამბობს, რომ ზანხური არის. ასე რომ სარწმუნოა, რომ ეს არის
ზანური ტოპონიმი. არის თუ არა ამ ნაწარმოებებში ნახსენები მიქაელ პარეხელი ერთი და იგივე პიროვნება. ამის შესახებაც აზრის სხვადასხვაობა ამ მკვლევარებს შორის. პავლე ინგოროყვას აზრით ბასილი ზარზმელისა და გიორგი მერჩულის ცვლილებებში ნახსენები მიქაელ პარეხელი სხვადასხვა დროის მოღვაწე და სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ და ამის შესახებ შემდეგ გარემოებებს ასახელებს. პირველი, ბასილი ზარზმელის მიქაელ პარეხელი შიო საკვირველთმოქმედის მოწაფეა. ეს უკანასკნელი ქართლში მოღვაწეობდა და ალბათ მიქელიც სამხრეთ საქართველოში ქართლიდან უნდა მოსულიყო. გიორგი მერჩულეს მიქელი კი შავშელია, თავდაპირველად მინძაძოროში მოღვაწეობდა, საიდანაც ჯერ ხამსთას მოვიდა, ხოლო შემდეგ ბერთას პარეხში დაიმკვიდრა. ბასილი ზარზმელის მიქელ პარეხელს მრავალრიცხოვანი მოწაფეები ჰყოლია, ხოლო გიორგი მერჩულეს მიქელი განდეგილი ბერია. ბასილი ზარზმელის მიხედვით პარეხი დიდი და მნიშვნელოვანი მონასტერია. გიორგი მერჩულეს მიხედვით კი პატარა და ნაკლებ მნიშვნელოვანი. შიო საკვირველთმოქმედი ანუ შიო მღვიმელი მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა. ვახტანგ გორგასლის მემატიანის ჯუანშერის მიხედვით ერისთავმან არტავას კლარჯეთისა ქვეყანას აღაშენა ციხე არტანუჯისა და მონასტერი რომელი არსობისა, რაც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, მიქელ პარეხელს ჯერ ოპიზაში და შემდეგ პარეხში მოღვაწეობა მე-6 საუკუნის მეორე ნახევრით უნდა იფარგლებოდეს. პავლე ინგოროყვას და ადრეულობის მომხრეებით. ნაწარმოების ადრეულობაზე პავლე ინგოროყვას აზრით ისინი მეტყველებს, რომ მასში არც გრიგოლ ხანძთელია ნახსენები, არც საქართველოს მეფეები. ამიტომ მკვლევარი დაასკვნის, რომ ბასილი ზარზმელის ცვლილება მეფობის ინსტიტუტის აღდგენის უწინარეს ხანას უნდა ეკუთვნოდეს. კორნელი კეკელიძე ამის შესახებ ამბობს, რომ ჯუანშერის მხოლოდ ერთ ვერსიაში, ჭელიშულ ვერსიაში ხოლო ჭელიშურ ვერსიაში არის ნახსენები ოპიზა რო დაარსა არტავაზმა და არა სხვა ვერსიაშიო და ეს შეიძლება გადამწერი შეცდომა იყოს. კორნელი კეკელიძე ყველაფერს როცა ესეთი პრობლემური საკითხია, რატომღაც აბრალებს გვიანდელი გადამწერების შეცდომებს. არი ბოგვერაძე არ იზიარებს პავლე ინგოროყვას ამ არგუმენტებს, მისი აზრით იმ შემთხვევაშიც კი პავლე ინგოროყვას კი კორნელი კეკელიძე მისი აზრით იმ შემთხვევაშიც კი თუ სახელი შიო გადამწერის მიერ შეცდომით მოხდა ხელნაწერში, ასევე შეცდომით ვერ მოხდებოდა საკვირველთმოქმედიც, რომელიც ქართულ ისნობს არა შიო მღვიმელს, არამედ გრიგოლ ხანძთელს. ივანე ჯავახიშვილი სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას ძირითადად აღწერდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე დაყრდნობით და ამ ნაწარმოებში ნახსენებ მიქელ პარეხელს ის თვლიდა ერთი და იგივე პიროვნებად, შესაბამისად მისი აზრით ამ ორმა ავტორმა ბასილი ზარზმელმა და გიორგი მერჩულემ ერთ პერიოდში მე-10 საუკუნის შუა წლებში დაასრულეს თავიანთი თხზულების წერა. კორნელი კეკელიძემ კრიტიკის ცარცხელში გაატარა პავლე ინგოროყვას მოსაზრება ორი მიქაელ პარეხელის არსებობის შესახებ და მისი არც ერთი არგუმენტი არ მიიჩნია სარწმუნოდ. დამაჯერებლად არ მიიჩნევდა იმას, რომ მიქაელ პარეხელი უსათუოდ ქართველი უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლა იყო შიო მღვიმელის მოწაფე. მისი აზრით არც ის შეეფერება სიმართლეს, რომ მიქელ პარეხელს მოწაფეები არ ყოლია, რადგან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან ჩანს, რომ მას მოწაფეც ყოლია, თუმცა ერთი მოწაფე ბასილი და პარეხიც არ ყოფილა მხოლოდ დაყუდებული ბერის სამყოფელი. მარიამ ლორთქიფანიძე საგანგებოდ არ განიხილავდა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების დათარიღების საკითხს, მაგრამ ჩანს, რომ ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის კვალდაკვალ ნაწარმოებს ისიც მე-10 საუკუნის დაწერილად მიიჩნევდა. კამაც იწევს საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ბასილი ზარზმელისა და გიორგი მერჩულეს ნაწარმოებში ნახსენები გიორგი მაწყვერელი, რომლისგანაც ბასილი ზარზმელმა შეკრება ცნობები თავისი თხზულებისათვის, ერთი და იგივე პიროვნება. ივანე ჯავახიშვილი ცალსახად თვლიდა, რომ ეს ასეა. სწორედ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში გიორგი მაწყვერელის შესახებ დაცული ცნობებით ათარიღებს ის სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას. მისი აზრით ვინაიდან გიორგი მერჩულემ თავისი ნაწარმოები 951 წელს დაასრულა, ხოლო იმ დროს გიორგი მაწყვერელი უკვე გარდაცვლილი ყოფილა, თავისთავად ცხადია, რომ ბასილი ზარზმელს სერაპიონის შესახებ ცნობების შეკლება 951 წელზე ადრე არ უნდა დაეწო,
ხოლო ეს ორი ნაწარმოები მათ ავტორებს დაახლოებით ერთ დროს უნდა დაესრულებინათ. ერთ პიროვნება თვლის ბასილი ზარზმელისა და გიორგი მერჩულეს მიერ მოხსენიებულ გიორგი მაწყველეს კორნელი კეკელიძეს. არნი ბოგვერაძე სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ ბასილი ზარზმელისა და გიორგი მერჩულეს მიერ ნახსენები გიორგი მაწყველი სხვადასხვა პიროვნება ყოფილიყო. კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც სერაპიონი ზარზმელის ცხოვრებაში ფიგურირებს და რომლის საშუალებითაც მკვლევარები ნაწარმოების დათარიღებას ცდილობენ, არის ზარზმის მონასტრის რიგით მეოთხე წინამძღვარი, ბასილი ზარზმელის წინამორბედი პავლე, ანუ პავლე მამასახლის. ეს სახელი გარდა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა, ნახსენებია ზარზმის ფერისხვალების ხატის წარწერაშიც. ეს ხატი ახლა ინახება ხელოვნების მუზეუმში, რომელიც ამგვარად იკითხება: სახელით ღვთისაითა შეიმოსა ხატი ესე შემწეთ მამისა გიორგისა, ოფალთა ფარსმან ერისთავისა, ივანესა პატრიკისა, მირიანისა, პერასის, სულაისა, ერისა მათისათვის, ქრისტეს მიერ მამასახლისობისა პავლესა კორონით იყო რუ. წარწერას პირველად წაიკითხა ექვთიმე თაყაიშვილმა, მისი აზრით ვინაიდან ქორონიკოთ 886 წელს ნიშნავს, ზარზმის წინამძღვარი მამასახლისი ამ დროს ყოფილა პავლე. პავლე, რომელიც ბასილი ზარზმელის ცვლილების მიხედვით მონასტრის რიგით მეორე წინამძღვარია, სერაპიონისა და მისი მომდევნო სავი წინამძღვარიც მე-9 საუკუნის მოღვაწეები ყოფილა. მეხუთე წინამძღვარი ბასილი კი ალბათ უკვე მე-10 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა, თავისი სახელოვანი ბიძის ცხოვრებაც ამავე პერიოდში დაწერა. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების ერთ-ერთი პერსონაჟია მირიან ბაჰლაუნდი. ეს არის დიდგვაროვანი ფეოდალი, რომელიც ნახსენებია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც და ბასილი ზარზმელის ცხოვრებაშიც. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში. იმაში, რომ ეს ორი მირიანი სხვადასხვა პიროვნება, ეჭვის შეტანა შეუძლებელია. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ნახსენები მირიანი, დიდი მთავრის გიორგი ჩორჩანელის იძია. მასა და მის მეუღლეს ლატავს, გიორგი ჩორჩანელის და სამი ვაჟი ყოლიათ: ბეშქენ, სულა და ლაკლაკი. სწორედ ისინი გახდნენ უშვილოდ გადაგებული გიორგი ჩორჩანელის მემკვიდრელი და საფუძველი დაუდეს მირიანის ძეთა, ანუ ფახლაუნდების, ფალავანდი შეიძლება ეს ფალავანდის შვილები იყოს ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ფეოდალურ საგვარეულო სამწყეში. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ნახსენებ მირიანს და მის მეუღლეს კრავას კი ასევე სამი შვილი ყავთ. მათგან უფროსი ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა და შემდეგ დიდი საეკლესიო სახელმწიფო მოღვაწე შეიქმნა არსენ კათალიკოსი. როგორც აღვნიშნეთ ის, რომ ეს ორი მირიანი სხვადასხვა პიროვნება ეც არ იწევს. გასარკვევი მხოლოდ ისაა, ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთი და იმავე დროს, გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში. პავლე ინგოროყვას აზრით, მირიან მეორე, ანუ ეს არსენის მამა, მირიან პირველის უშუალო შთამომავალი უნდა ყოფილიყო, ანუ იმ მირიანის, რომელიც ნახსენებია სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში. ანრი ბოგვერაძე ნაწარმოების ადრეულობის დასურათ მიიჩნევს ცნობას იმის შესახებ, რომ სერაპისონისა და მისი თანამოსაგრეების პირველი ტაძრის მშენებლობა რიყის ქვებით დაუწყიათ, რაც მისი აზრით ქართული ხუროთმოძღვრების აყვავების ხანას არ შეესაბამება. მაშინ, როდესაც კლარჯეთი მოფენილი იყო დიდებული ტაძრებით, არ შეიძლებოდა მესობელ სამცხეში დიდი მთავრის ხელშეწყობით პატარა ტაძრები აეშენებიდათ ისეთი უშვერი ქვებით. მკვლევარის აზრით ამის მიზეზი ისაა, რომ მაშინ ქვეყანა საზოგადოებრივი წყობის იმ საფეხურზე იმყოფებოდა, როდესაც ეკლესიათა მშენებლობისათვის დიდი მატერიალური სახსრების გაღება არ შეიძლებოდა. ნათელა ვაჩნაძე, რომელმაც სხვათა შორის მონოგრაფიულად შეისწავლა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება და მისი დისერტაცია ამას ეძღვნება, არ იზიარებს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ ბასილი ზარზმელის ცხოვრებაში აღწერილი ეკლესია მონასტრები საკმაოდ ინტენსიური სურათი, რომელიც სავსებით შეესაბამება მე-9 საუკუნეების ვითარებას. კერძოდ აღწერილი არა მხოლოდ ტაძრების, არამედ დამხმარო ნაგებობათა მშენებლობა. ასევე აღწერილია როგორ შექმნეს, ააშენეს პირველი ტაძარი, შემდეგ დამხმარე ნაგებობები და როგორ დაასვენეს, როგორ აკურთხეს ის ფერისცვალების სახელზე და როგორ დაასვენეს ფერისცვალების ხატი მასში. ნაწარმოების ადრეულობის არგუმენტად ისიც მოაქვთ, რომ მასში არაფერია ნათქვამი არაბობაზე. არც საქართველოს მეფეებია ნახსენები, არც გრიგოლ ხანძთელი არაა ნახსენები. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მხრივ სხვა გეოგრაფიული ნაწარმოებებიც ცოდავენ. მაგალითად, შუშანივკის წამებაში არაა ვახტანგ გორგასალი ნახსენები.
თუმცა ეს ნაწარმოები მისი მეფობის დროს შეიქმნა. არც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არაფერი ნათქვამი სერაპიონ ზარზმელზე, თუ კი ისინი თანამედროვენი იყვნენ. რასაც კორნელი კეკელიძე იმისის, რომ გიორგი მერჩულეს, როდესაც თავის ნაწარმოებებს ქმნიდა, როგორც ჩანს სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება არ ჰქონია წაკითხული. კვლევარს იმის ერთ-ერთ არგუმენტად, რომ ნაწარმოები მე-7 საუკუნეში ვერ შეიქმნებოდა, ისიც მოაქვს, რომ ფერისვალების ხატი, რომელიც ჩამოაბრძანეს კლარჯეთიდან, ფერისვალების ხატის თაყვანისცემა ბიზანტიის იმპერიაში დაიწყო ლეონ ბრძენის დროს, რომელიც 886-912 წლებში მეფობდა ბიზანტიაში და საერთოდ ყველაფერი ეს სიახლეები, ქრისტიანული სიახლეები ბიზანტიიდან შემოდიოდა საქართველოში და ამაზე ადრეო, საქართველოში ფერისვალების თაყვანისცემაც არ იქნებოდა. ნათელა ვაჩნაძე, რომელიც მონოგრაფიულად შეისწავლა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება, სხვადასხვა ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით ასმის, რომ სახელები ბეშკენ, გარბანაელ, რომელიც სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაშია ნახსენები, მე-9 საუკუნეზე ადრე არსად იხსენიება. მერვე საუკუნეზე ადრე არაა დადასტურებული სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ნახსენები სახელები ამასპო, იგივე ამაზასპი, ქურდია და სხვა, რაც მკვლევარის აზრით ასევე ნაწარმოების გვიანდელობას ადასტურებს. თუმცა ჩვენი აზრით ეს არ არის დამაჯერებელი არგუმენტი, ვინაიდან ის რომ წერილობის წყაროებში არ იხსენიება ესა თუ ის სახელი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არავის ერქვა ეს ადრე. ამას გარდა ნათელა ვაჩნაძე დაწვრილებით განიხილავს ბასილი ზარზმელის ცვლილებაში მოცემულ ცნობებს, რომლებიც იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახავს. მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ იქ სიტყვა მამული აღნიშნავს ფეოდალის, ამ შემთხვევაში გიორგი ჩორჩანელის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიას, მის პირად სამფლობელოს და არა სამშობლოს, როგორც ეს ხდება მე-8 საუკუნემდე შექმნილ ორიგინალურ ნაწარმოებებში და თარგმანებში. მამული კერძო სამფლობელოს მნიშვნელობით მხოლოდ მე-9-10 საუკუნიდან ხდება. და ესე გაგრძელდა მე-19 საუკუნემდე მამული ითვლებოდა კერძო საკუთრებად, სანამ მე-19 საუკუნეში ჯერ გრიგოლ ორბელიანმა და შემდეგ განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა და მე-19 საუკუნის მოღვაწეებმა არ მიანიჭეს ამ სიტყვას სამშობლოს მნიშვნელობა. და მე-8 საუკუნემდე კი სამშობლოს მნიშვნელობით იხმარებოდა ეს სიტყვა. ნათელა ვაჩნაძე დაწვრილებით განიხილავს ბასილი ზარზმელის ცვლილებაში ნახსენებს სოციალური ფენების აღნიშნულ ტერმინებს. დიდი მთავარი, წინაშემდგომელი, საკუთარი, ქვეყნის მოქმედი, ყრმა, გლახაკი და ასკვნის, რომ ეს სოციალური ფენები იმ დროს შეესაბამებიან, როდესაც მთავრდება ადრე ფეოდალური ხანა და იქნება საჭირო სოციალურ-ეკონომიკური პირობები განვითარებული, ანუ მიწათმფლობელური ფეოდალური ხანისათვის. ესეც მას გვიანდელობის დამადასტურებლად მიაჩნია. აი, მე-14 საუკუნეში კი ბექა მანდატურ ხუცესის ტიტორობით, ასევე ყვარყვარეს და ბექა მეორის ტიტორობით აშენდა ეს დიდებული ტაძარი. ეს შესავლელია მრავალი კუთხით, ამის შესახებ აქ არ მოგაწყენთ, არც არის საჭირო. ესე იგი, ეს მისი ხუროთმოძღვრება შეისწავლა ვახტანგ ბერიძემ, გიორგი ჩუბინაშვილმა, ლაპიდარული წარწერები ექვთიმე ტაყაიშვილმა, ვალერი სილოგავამ, ონომასტიკონი ნათელა ვაჩნაძემ, მერა ბერიძემ და მოკლედ ეს კარგად არის შესწავლილი, უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა. ხო, ეხლა ეს არის პარეხი, რომელიც ეხლა მდებარეობს კლდემაში თურქეთის ტერიტორიაზე. აქ ძირითადად არის ორი ტაძარი, ზედა და ქვედა. ესეც პარეხია, აი ორი ტაძარი ჩანს, ქვედა ტაძარი და ზედა ტაძარი. დიდ ტერიტორიას არ მოიცავს, აქ არის აგრეთვე წყლის შესაკრებელი ასენი და აქ იმოგზაურა თავის დროზე ვახტანგ ჯობაძემ, კარგად შეისწავლა სხვათა შორის და ის თვლიდა ამას ხუროთმოძღვრების მიხედვით თვლიდა გვიანდელად, მაგრამ შეიძლება ადრეულიც იყოს, იმიტომ რომ არაბობის დროს აოხრებული იქნა მთელი კლარჯეთი და შემდეგ ხელაქნა ეხლა აშენებული და შეიძლება ეს იყოს არაბობის შემდეგ აშენებული. ეხლა საკითხი გადაუწყვეტელი რა კი არის, ამ შემთხვევაში არქეოლოგიამაც შეიძლება რაღაცა თავისი სიტყვა თქვას. და არქეოლოგიურად ზარზმა შეუსწავლელი იყო 2019 წლამდე და 2019 წელს
რაღაც ახალმშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარდა მცირე მასშტაბიანი სამუშაოები, არქეოლოგიური სამუშაოები და რაღაცები გაირკვა. ანუ ეს არის თანამედროვე ზარზმის მონასტრის ინფრასტრუქტურა, გაირკვა რა. რაღაცა ისეთი რაღაც ვიპოვეთ, რომ ამას შეიძლება რაღაცას ხარი დაუჭიროს ან არ დაუჭიროს აი ამ მოსაზრებას. აი ეს არის ის ტერიტორია, სადაც დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და ეს ასახავს იმ სურათს, როდესაც ჩვენ მივედით იქ და დახვდა ეს მდგომარეობა. არქეოლოგიურ კვლევებში თქვენ ახართ, ხო? კი, მე ვიყავი ხელმძღვანელი და კიდე თანამშრომელი იყო ბატონი ვახტანგი ბრძანდებოდა. მოხსენება ხო ძირითადად ამაზე. დიახ. ხო, დახვდა ეს მდგომარეობა. ეს არის მიწისქვეშა ნაგებობა. აი აქ კიდე იყო ამის წინ მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც დაანგრიეს მშენებლობებმა და ის რო დაანგრიეს, შემდეგ გამოჩნდა აი ეს და ჩვენ რომ მივედით აი ამ მდგომარეობაში დახვდა ეს მიწისქვეშა ნაგებობა. და დახვდა კიდე ეს ერთი ქვევრი და ეს დეტალები, რომელიც აი პირველი მიწისქვეშა ნაგებობის დროს აი ესეთი კარგად გათლილი ქვები, რომელიც მშენებლობმა დაანგრიეს, ამოყარეს და ეხლა ის ცალკე დაწყობილ მდგომარეობაში ჩანს ამ ფოტოს. აი აქ საბოლოო ჯამში 4 არქეოლოგიური ობიექტი იქნა შესწავლილი, გათხრილი. ნაგებობა პირველი, ეს არის აი ნაგებობა პირველი, აი ეს აი აქ ჩანს, შემდეგ უფრო კარგად გამოჩნდება. ნაგებობა მეორე, მიწისქვეშა სათავსო, რომელიც გაჩვენეთ და მარანი. აი სწორედ ეს არის, რომ ეს ნაგებობა პირველი და ნაგებობა მეორე ჩვენ მიგვაჩნია სხვადასხვა დროს აშენებული. და ეს სხვადასხვა დროს აშენებული რო არის, აი ამას უკავშირებს სწორედ აი ამ ორ თარიღს, რომელიც წყაროებშია ნახსენები, თუმცა არქეოლოგიურად ეხლა ზუსტად დადასტურება ამის, რომელ საუკუნეში იყო და ზუსტ მიახლოებით შეიძლება, მაგრამ ზუსტად რა თქმა უნდა არ შეიძლება. აი აქ უფრო კარგად ჩანს ეს მეორე ნაგებობა, უფრო კარგად არის შემორჩენილი, ვინაიდან ეს არის უფრო გვიანდელი. მასშტაბი ჩანს, ანუ 1 მეტრზე მეტია სიგანე. სიმაღლე რაც შემორჩენილია სადღაც 30-35 სანტიმეტრი აი სიმაღლე. საპირე ქვები არის, კარგად დამუშავებული საპირე ქვები. ხო, აი ეს კიდე პირველი ნაგებობაა, ძირითადად აი ესე მომგვალება აქვს. სიგრძე კედლის არის შემორჩენილი სიგრძე, იმიტომ რომ მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი, ვინაიდან იქ მოსახლეობა ცხოვრობდა და როგორც ჩანს დაუნგრევიათ და თავიანთი სახლის მშენებლობისთვის გამოუყენებიათ ეს კედლის ქვები, შემდეგ ის სახლიც დაინგრა და ის ქვები ამ სახლის ქვებიც იქ ეწყო. აი ეს საპირე ქვები, რომლებსაც ეტყობა ხანძრის კვალი. ანუ თავის დროზე როგორც ჩანს, ეს აქ ყოფილა ხანძარი და შეიძლება ამ ხანძარსაც ემსხვერპლა ეს ნაგებობა. აი აქაც ჩანს, აი ხანძრის კვალი აქაც არის და თვითონ ქვებსაც ხანძრის კვალი ეტყობათ. ეს სათავსო, რომელიც შემორჩენილი სათავსო, ვინაიდან ერთ მხარეს კედელი შედის ადგილობრივი მოსახლის ეზოში და ჩვენ ვერ გავყევით მას, ვინაიდან არ ქონდა ამისი უფლება, მაგრამ ერთ მხარეს არის სადღაც 10 მეტრზე მეტი, მეორე მხარეს 8 მეტრზე მეტი და შემორჩენილი პარტობი, აი ამ სათავსოსი არის სადღაც 90 მეტრამდე. საკმაოდ დიდი ნაგებობა ყოფილა. აი ეს გრაფიკული ჩანახატი, ჭრილები. ეს კი არის აი პირველი ნაგებობა. პირველი ნაგებობა, რომელიც უფრო ადრეულად მიგვაჩნია და აგეხსნით მე თუ რატო უფრო ადრეულად მიგვაჩნია. შედარებით ცუდად არის შემორჩენილი, მხოლოდ აი საძირკვლის ქვები არის შემორჩენილი და დიდრონი ქვები ესეც სიგრძით 1 მეტრია თითქმის, ხოლო შემორჩენილი ნაწილი უფრო გრძელია. ეს უკვე ის მიწისქვეშა სათავსო, რომელიც გაჩვენეთ როგორი დახვდა და გათხრის შემდეგ როგორი სახე მიიღო. არის აი დიდრონი ძალიან დიდი ქვებით აშენებული, დიდი ქვებითვე გადახურული, 4 ქვით არის გადახურული და 1 მოცილებული არ არის, აი ეს გადახურის ქვები, უზარმაზარი ქვები და აქვე არის გვერდით მარანი. ეს არის აი პირველი ნაგებობის კედელი, შემორჩენილი კედელი და ეს აღმოსავლეთის კედელი. ეს არის ინტერიერი, შიგნით აი სათავსოსი.
სიმაღლე არის მეტრზე მეტი, ხოლო ფართობი შემორჩენილი სიმაღლე არის მეტრზე მეტი, ანუ ქვევით. ხოლო ფართობი არის დაახლოებით 40 კვადრატული მეტრი, საკმაოდ დიდი სათავსოა. აი ეს თახჩა, რომელიც იქ არის დადასტურდა ერთ მხარეს, აი სათავსოს კედელი იყო მონგრეული. აი ეს ხის იატაკი ყოფილა, მაგრამ როდინდელია ახლა ამ ხის იატაკი, არ ვიცი, ვერ დავადასტუროთ, ან საერთოდ იატაკის იყო თუ არა ეს ხე. ყოველ შემთხვევაში იატაკის დონეზე იქ დადასტურდა ეს. ესეც ხანძრის კვალი აი ამ სათავსოშიც დადასტურდა, როგორც ჩანს, აქაც რაღაც ხანძარს ხონია ადგილი. ეს გადახურვა წინა კაცი როცა აფსიდი ჩანდა, თუ მაშინ გრაფიკაში. გრაფიკა არის ეს, ეს არის სათავსოს სასულ გეგმა და ჭრილი. აი მიწისქვეშა სათავსოს გეგმა და ჭრილი, ეს არის კარი. აი ეს ის თახჩა ალბათ, არ ვიცი, აფსიდი ამას არ გონია, შიგნით არა აქვს აფსიდი. ეს გადახურვა და აი მარანი, რომელიც შედგება 7 ქვევრისაგან. 3 უფრო დიდი ქვევრია და 4 უფრო პატარა ქვევრია, ესენი სხვადასხვა დონეზე არიან, ეს დიდი ქვევრები უფრო მაღლა, პატარა ქვევრები უფრო დაბლა, საკმაოდ დიდი მოცულობის ქვევრებია, ახლობით 200 ლიტრზე, 300 ლიტრზე ნაკლები არც ერთი არ არის და სითხით იყო ამოვსებული, სხვათა შორის ღვინის სააგენტო დაინტერესდა ამ სითხით, აიღო ნიმუშები, მაგრამ დაემთხვა კოვიდი და შედეგი ჯერჯერობით არაფერი არ არის და ხო, უნდა გაეგზავნათ იტალიაში, აქ არ აკეთებდნენ. იტალიაში და ისრაელში უნდა გაეგზავნათ და რაღაცა ამის გამო შეფეხდა დაფინანსება უნდა ამას ყველაფერს და ხო და ეს გამოჩნდა. ხო. ესე იგი, კედლები, ამ მარნის კედლები შემორჩენილია 4-ვე მხრიდან, თითო რიგი კედლის და ეს ყველა ქვევრი ჩვენ დახვდა თავდახურულ მდგომარეობაში და ეს ყველა ერთნაირი სარკველით იყო დახურული და ესეთი სარკველებით იყო დახურული და ყველა მათგანზე აღნიშნული არის ჯვარი, ყველა მათგანზე, სარკველზეც და ზოგ შემთხვევაში აი ეს ქვევრები სათითაოდ და ზოგ შემთხვევაში იარა უმრავლეს შემთხვევაში აი ასე იყო, ზოგ შემთხვევაში აი ესე ჯვარი, ზოგ შემთხვევაში ასე იყო ჯვარი აღნიშნული. ახლა დიახ. საინტერესოა რამე სითხე დახვდა ამ დახურულში. დიახ, დახვდა და თქვენო დახვდა აიღეს ნიმუში, მაგრამ იტალიაში უნდა გაეგზავნათ, მაგრამ კოვიდმა შეუშალა ხელი და აი ეს არის მე ვერიდები ამ სიტყვის ხმარებას, მაგრამ საკმაოდ უნიკალური ნივთი, იმიტომ რომ ამის მსგავსი არსად არ არის აღმოჩენილი ჯერჯერობით ტიხის. გამოკვეთილად ვითარ გაზიარება. აი ამაზეა ბატონო ვახტანგ ლაპარაკი, აი ესეთი მე ვერ მოვიძიე ვერსალი. დიახ, ესენი და ესენი ყველა. ხე ზაბრი არ არის, ეს არის როგორც ჩანს, არა, გახვრეტილი და ზაბრი არ არის, ეს არის როგორც ჩანს საეკლესიო კანდელი, ჩემი აზრით. სადაც ისხმებოდა ზეთი, ანუ კანდელი, ცხათის წინ დასანთები. ჩანს მაგცვის კვალი და გადმოყურის კვალი. აი ბატონო ვახტანგ, აგერ არის. აი აგერ არის გაშავებული წვის კვალიც. აი მეორეში არის, აი აგერ არის. წვის კვალიც ჩანს და გადმოყურის კვალიც ჩანდა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის საეკლესიო კანდელი. გარეთ ჩანს და ჩანს 1-2-ზე გარედან ეს შეიძლება ყველაზე უნდა ჩანდეს მეტად. ესე იგი ვარაუდია ხო მართლა? ხო, ვარაუდია, კი ბატონო, ვარაუდია. ახლა რაც შეეხება მასალას, აი ესეთი მოჭიქული კერამიკაც აღმოჩნდა, ჩვეულებრივი კერამიკა, შუა საუკუნეების კერამიკა, რომელიც თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. მე-9, მე-10, მე-11, მე-12 საუკუნეებით. მე-9-ის ნიშნები არ ვიცი, მაგრამ აი ეს მომწვანეფერია ხო? დიახ, მწვანეფერია. იქ მოყავის პრო. დიახ. ხო, სხვა ფერები არსებობს? ახლა გაჩვენებთ, კი, გაჩვენებთ. ეს გამოსახულების გარეშე და აი გამოსახულებიანი ესე ფაიანსი. ხო, ფაიანსი. დიახ, ფაიანსი ესეც არის. ანუ მონასტერი, მესამე მონასტერი გვიან შუა საუკუნეებამდე, მე-17 საუკუნემდე, ანუ ოსმალეთის მიერ სამცხის ანექსიამდე ფუნქციონირებდა. შემდეგ იქ რაც იყო დაცული ნივთები, მე-17 საუკუნის შემდეგ
გაიტანეს გურიაში, სოფელ შემოქმედში, აუშენეს ცალკე მონასტერი, რომელსაც ეკლესია, რომელსაც ქვია ზარზმა, და იმ ზარზმიდან გატანილი ნივთები ინახებოდა შემოქმედში, მაგრამ არა იმ დიდ ტაძარში, შემოქმედის ტაძარში, არამედ სპეციალურად ზარზმისთვის ან ნივთებისთვის აშენებულ ტაძარში, რომელსაც ზარზმა ქვია. ასევე აქვე უკვე წყალსადენის მილები დადასტურდა. და ესეთი კი არა, ერთ-ერთი აი კრამიტზე არის წითელი საღებავის კვალი დადასტურებული, რომელიც თქვენ ნახეთ იქაც ადგილზე ნახეთ ბატონო ვახტანგ. ცალკე წერნაკი რო იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებულია შუაშაუკუნეების გამო. წერნაკი თუ არის, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს ადრეული, აქ ერთი ფენაა. დიახ, ახლა მე კიდევ გეტყვით, აი აქაც ამასაც ეთყოფა ეს წითელი საღებავის კვალი. და რაც ადრეულობაზე კიდე მიუთითებს, ეს არის აი ჩაკირული ქვევრი. ეს არის არქიტექტურული დეტალები, ანუ რაღაც ბოძის ფრაგმენტი, ესე დამუშავებული ქვის ფრაგმენტი, რომელიც აღმოჩნდა მიწისქვეშა სათავსოში. ეს არის ის, ახლა მინდა აი ეს გაჩვენოთ, თუ რატო თვლი ეს სხვადასხვა დროს აშენებულად ამა. ეს წითლად რაც ჩანს, არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა. აი ესე ხედავთ რა ახლოს არის ეს ორი კედელი ერთმანეთთან. ესე იგი ეს რო ერთი ნაგებობის კედლები იყვნენ. ანუ რა გამოდის, რომ ეს რუსული მატრიოშკასავით ერთი ნაგებობა ჩამჯდარია მეორე ნაგებობაში, რაც არ შეიძლება არსებობდეს. და მეორე ვარიანტი შეიძლება იქნებ გალავანი იყოსო, მაგრამ იმდენად ახლოს არის, რომ 30 სანტიმეტრით არის დაშორებული ზოგჯერ, აი ასე ახლოს გალავანი არ იქნებოდა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ნომერ მეორე ნაგებობა არის უფრო ადრეული, ვიდრე პირველი ნაგებობა. პირველ ნაგებობას იქ აღმოჩენილი მასალები ძირითადად უკავშირდება ალბათ იმ პირველ ნაგებობას, ამიტომაც არის 111 მე განვითარებული შუა საუკუნეების. ეს აღმახსოვს საძირკვლის დონეზეა თუ იატაკი ქონდა? საძირკველი, ეს არის საძირკველი, დიახ, საძირკველი, ეს არის საძირკველი ორივე და სტრატიგრაფიულადაც ის მეორე ნაგებობა ცოტა უფრო დაბლად იყო. ცოტა უფრო დაბლა იყო ვიდრე პირველი ნაგებობა. ამიტომ ეს ამ გაწითლებულ ნაგებობას მე მივიჩნევ ბატონი ვახტანგის თავის დროზე იქ ბრძანდებოდა და დამეთანხმა მე ეს წავიკითხე მე სანგარიშოს ეს იქაც დამეთანხმა რომ ეს არის უფრო ძველი, მაგრამ როდინდელია ახლა ამის თქმა ძნელია. ყოველ შემთხვევაში როგორ ჩანს იყენებს შემდგომი დროის ეს კედელი გარკვეულად ტექნისთვის გარკვეულად სახდენს წარმოადგენს. შეიძლება არც შემთხვევით არ არის რომ მიჯილთ არიან ეს. შეიძლება არც იყენებდნენ და დანგრეული იყო და უკვე მერე აშენდა ეს მეორე ნაგებობა. საკითხავია ეს მიწისქვეშა ნაგებობა როდის ფუნქციონირებდა პირველი ნაგებობის დროს თუ მეორე ნაგებობის დროს. არც ერთი ვარიანტი არ არის გამორიცხული. მარანი ჩაკირვის გამო მე ცოტა უფრო ადრეულად მიმაჩნია. შეიძლება პირველი ნაგებობის თან ამ პირველი ნაგებობის კედელი, პირველი ნაგებობის კედელი ეს წითლად კედელი მარნის კედლადაც არის გამოყენებული. მარნის აღმოსავლეთ კედლადაც არის გამოყენებული. ამიტომ მიმაჩნია რომ ამ მარანი არის ადრეული. ყოველ შემთხვევაში ნაწილი მაინც, იმიტომ რომ იმ მარანში ორი ფენა დადასტურდა, მაღალი და დაბალი, სხვადასხვა დროს არის ეთყობა ის ქვევრები ჩაყრილი, ზომითაც სხვადასხვა ქვევრებია, თუმცა ეს დრო შეიძლება არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ ეს მარანი და მიწისქვეშა ნაგებობა და პირველი ეს მეორე ნაგებობა, ეს გაწითლებული ნაგებობა შეიძლება ერთი პერიოდის ყოფილიყო, ხოლო ეს უფრო კარგად შემორჩენილი ნომერ პირველი ნაგებობა არის უკვე გვიანდელი, რომელიც მესამე ტაძრის დროსაც ფუნქციონირებდა. ხა რა ფუნქცია შეიძლება ამ ნაგებობებს ჰქონოდა? ეს არ არის საკულტო ნაგებობა, ეკლესია ეს ნამდვილად არ არის, არც ერთი, არც მეორე, მაგრამ მე ყველა ამას მიწისქვეშა ნაგებობასაც, მარანსაც და ორივე ნაგებობას, მიწისზედა ნაგებობას უკავშირებ მონასტრის ინფრასტრუქტურას და სხვას არაფერს. ეს გამორიცხულია, რომ აქვს სხვა რამე ყოფილიყო რა, ან საეროპირის სასახლე, ან რაღაცა ეს მარანი ყოფილიყო საეროპირის კუთვნილება, ან ეს მიწისქვეშა ნაგებობა რაღაც სხვა დანიშნულებით ყოფილიყო გამოყენებული. შეიძლება უკვე ოსმალების მერე შეიძლება გამოიყენეს სხვა დანიშნულებით და იქ გამაჰმადიანებული მოსახლეობა რაღაცისთვის ხმარობდა, მაგრამ
თავის დროზე ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო მონასტრის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი. ასე რომ საკითხი სადაო საკითხი ადრეულია თუ გვიანდელი ეს სადაო საკითხი არქეოლოგიურ მასალაშიც ასახულია, ასე თუ ისე არის ჩემი აზრით, ეს ჩემი აზრია, არის ადრეულობის ნიშნები და არის გვიანდელობის ნიშნები, მაგრამ ეს გვიანდელი როდის არის უფრო მესამე ტაძარს უკავშირდება თუ მეორე ტაძარს, რომელიც სერაპიონ ზარზმელის მოღვაწეობის დროს და უფრო სწორედ მისი გარდაცვალებიდან მალევე იქნა აშენებული. ძნელი საქმელია ჩემი აზრით. მესამე ტაძარს უკავშირდება, ანუ იმ ტაძარს, რომელიც ეხლა ზარზმაში, ან დიდ ლავრას უკავშირდება უფრო. ეს ლავრა სხვათა შორის ძალიან დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც იყო და თავისი ზეობის ხანაში, როგორც ამბობენ, 300 ბერიც კი მოღვაწეობდა იქ. ხოლო ეს არის უფრო ადრეული, მაგრამ ადრეულია მე-7 საუკუნის თუ მე-9 საუკუნის, აი ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეხლაც. არც ერთი არ არის გამორიცხული, რაღაცა მასალა მეტნაკლებად ორივე ვარაუდის საშუალებას იძლევა, მაგრამ ზარზმაში ამ საკითხის საბოლოო გადაჭრა არქეოლოგიური თვალსაზრისით ალბათ შესაძლებელია, როცა აღმოჩნდება არა ტაძრის ინფრასტრუქტურის, არამედ უშუალოდ ეს პირველი და მეორე ტაძრის გაითხრება პირველი და მეორე ტაძარი თუ აღმოჩნდა და გაითხრა. მაგრამ ზარზმაში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების ჩატარება შეუძლებელია ამ ეტაპზე, ვინაიდან მჭიდროდ არის დასახლებული და იქ ასე თქვა გაშლა სამუშაოების არქეოლოგიური სამუშაოების გაშლა რთულია და ჯერჯერობით აი ეს შედეგი გვაქვს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ძეგლის ბედს, ეს ბატონი ვახტანგ როცა დადგა, გაითხარა ეს ძეგლი და დადგა ესე თქვა მისი ყოფნა-აღრობის და შენარჩუნების საკითხი, მე შევატყობინე სააგენტოს, რომ არ შეიძლებოდა ამის დანგრევა და უნდა შენარჩუნებულიყო. მაშინ ბატონი ვახტანგი ბრძანდებოდა და ეხლა ბრძანდება თუ არ ვწდები არქეოლოგიური კომისიის თავმჯდომარე, ჩამობრძანდა სამცხეში, მან თავისი დასკვნა დადო და მეთანხმა რომ არ შეიძლებოდა ამის დანგრევა და სააგენტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, ოღონდ ერთი შესწორებით, რომ ერთი კედელი, აი ეს კედელი ხო, უნდა მოერღვიათ. მაგრამ ბატონო, აი რო გაჩვენებთ, ის არის არ ჩანს აი ეს კედელი. აი ეს კედელი. წელს კითხულობთ, რომელი წელია ეს? 2000 წელს კითხულობთ, რომელ წელს? 2009. აი ეს კედელი, აი რომელი კედელი მოირღვევებოდაო. და რისთვის არ ღვევდნენ? აქ უნდა აშენებულიყო ვიზიტორთა ცენტრი. ხო, ვიზიტორთა ცენტრი რატო? მონასტერში მოდის საკმაოდ ბევრი ტურისტი, ხო. მათ შორის მომლოცველები და ეს უნდა შენარჩუნებულიყო, მაგრამ ვინაიდან ამ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გაიწელა რაღაც უსახსრობის გამო თუ რაღაცის გამო, როგორც მითხრეს, ჯერჯერობით ეს არის რაღაცა მარანი და დახურული ნაგებობები ღიაცის ქვეშ და საფრთხე ემუქრება მოკლედ ამას, ამის შეიძლება მოულელობის გამო შეიძლება საფრთხე დაემუქროს. აი ესეთია მდგომარეობა ამ ეტაპზე. დიდი მადლობა ბატონო ფევას საინტერესო მოხსენებისთვის. ფიზიკის აკადემიის წევრებს დასწრებიდან გამომდინარე მეორე საკითხი აინტერესებს. ჩვენ არა ვართ პროფესიით არქეოლოგები, მაგრამ ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ შედეგები თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცოდეთ. ახლა სიტყვას გადავხსენ ბატონ კითხული. ხო, მე ერთი რიგითი გამიშველი. შეხვედრებას რა მე სიტყვა თქვა. ჩვენ ბატონ ვახტანგს ვთხოვოთ. ის კითხვებსაც კარგი. ჩვენ კითხვები. ინტერესებდა მოვისმინოთ. კარგი. აი ბატონი აქედან დავიწყოთ, რადგანაც ქალბატონმა აწია პირველი, მერე რიგით. ესე იგი, დათარიღებაში რა კოლექციები შევიდა ამ გადაასვენეთ, აი ამ გამოკვლევებით? ამ გამოკვლევებით
დასკვნა ჯერჯერობით ესე ყარად ვერ ვიტყვით ვერაფერს, უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არქეოლოგიური მონაცემიდაც შეიძლება ასე ვთქვათ იყოს ის პირველი ნაგებობა ადრეული. ანუ უჭერდეს ხარს ადრეულობას, მაგრამ შეიძლება ესეც ძალიან სავარაუდოდ, ძალიან სავარაუდოდ. საუკუნეს ვერ მასალის მიხედვით ვამბობთ. ძირითადად განვითარებულ ფეოდალურ ხანას, რომელიც არ არის ამის მონაცემი, გამოკვეთილია. სტრატიგრაფიულად შეიძლება რომ აი ეს წერნაკიანი კრამიტი მაგალითად უფრო ქვემოთ ჩავალდა, ვიდრე შუა საუკუნე, განვითარებული შუა საუკუნე. ხო და ასევე მეც ეს ჩაკირულ ქვევრებსაც რატომღაც უფრო ადრეული მგონია. ეროვნული ქვევრები ცნობილია, რომ საქართველოში მე-10 საუკუნემდე დოკუმენტიურად არ არის დადასტურებული რამდენად და გამოკვლევას არ უჩვენ, მაგრამ არ არის გამომიცხული, რა თქმა უნდა. ადრეულს. თუ თქვენ ასე ფიქრობთ სტრატიგრაფიას, სხვაობას, გასაზიარებელი შეიძლება. ხო და ეს რომ ეს არის მონასტრის ინფრასტრუქტურა და სხვა არაფერი, ეს ცხადია. რომელი მონასტრის, რომელი ტაძრის, ანუ სამი ტაძარი აშენდა, რომელი ტაძრის, ეს არის სხვადასხვა ტაძრის, როგორც ჩანს, ეს მეორე ნაგებობა, კარგად შემორჩენილი კედელი, როგორც ჩანს არის მესამე ტაძრის, ხოლო დანარჩენი ან პირველი ტაძრის, ან მეორე ტაძრის. თუმცა აღწერილობის მიხედვით, ძალიან კარგად არის ეს ადგილმდებარეობა სერაპიონ ზარზმელთან აღწერილობის მიხედვით, აი ბუნების მიხედვით, ლანდშაფტის მიხედვით, ეს ადგილი ძალიან გავს პირველი ტაძრის ადგილს. ანუ სათაურში რომ იყო, აი ეს იკითხა ქალბატონმა თამთან დაარსების თარიღი დაახლოებით დაინტერესებდა მე მგონი. ხო, დაარსების თარიღი ჯერჯერობით მე მკაფიოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ იმაჩნია, რომ არ არის გამორიცხული, რომ ყოფილიყო ადრე დაარსებულიც, ისე როგორც ფიქრობენ ადრეულობის მომხრეები, პავლე ინგოროყვა და სხვა. ანუ მოსაზრება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოუცდელი არქეოლოგიით ბეჭედს არ სვამს. კვლევა ამას ნიშნავს. არქეოლოგიაში განსაკუთრებით პრეისტორიულ არქეოლოგიას ეხება, თუმცა ეს პრეისტორიული არქეოლოგია არ არის. პრეისტორიულ არქეოლოგიაში გადაჭრით არაფრის თქმა შეიძლება. არაფრის. ბატონო გელა, ბრძანეთ შეკითხვა. ზუსტად რა დადგება. როდესაც აღდგენებზე მუშაობ, იცით, რომ ზეგნების აღდგენებზე მუშაობ, ამავე დროს ისიც ვიცი, რომ შენებლები არქეოლოგებს ხელს უშლიან, იმიტომ რომ შესაძლებელი არის პირველ რიგში ნახონ თავის დროზე არქეოლოგებმა, როცა გეოლოგია მუშაობს, ანატომია ახალისებდა, და შეიძლება იმ ადგილზე საერთოდ შენებლობა ჩატარდეს და იკარგება ამბობ ბევრი რამე. ეხლა მინდა ერთი რამე კითხო, ზარზმაზე რომ ჩახედავ ენციკლოპედიაში ხურციძეების მონასტერი. არ მიხსენები, იმიტომ რომ მე მესამე ტაძარს გადავამოწმე ახლა გავლენიდან. ზარზმაჩვენი არ არისო დაგიზგება. ხო და იქ მითითებულიც არის წელი, ესე იგი, ამბობს ვარაუდი პოპულაცია. და ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ეციერებას, რომელსაც ახლა გამოგეჩვენე ვარაუდი, მაგრამ ხურციძეებიც უნდა გეხსენებოდეთ, ალბათ იმიტომ რომ იმაც წინთ ეს. და ენციკლოპედიაშიც მითითებულია. მე გვერდი აღარ მახსოვს, მაგრამ მეგონი მეშვიდე ტომი უნდა იყოს. ეს არის როგორც დიდი რუსულ ენციკლოპედიაში, არის როგორც კარგად თარგმნი, ასევე ქართულ ენციკლოპედიაში, რომელიც გამოდის. მაგრამ ის, რომელისგან ახლა ჩაასრულეთ და უფრო ძველი ყოფილა, ის ენციკლოპედიაში უნდა შეიტანოს, მომავალში ახალ გამოდის. რა თქმა უნდა. თუ ის შეცდომით არის. მაშინ ასეთი შეცდომები უამრავია ენციკლოპედიებში და უნდა გადაწყდეს. ამის თქმა მინდა რა. ირიქით მე გამოვადა, მე ვიტყვი ჩემსაც, შესაძლოა ბევრი რამე მოვისმინე და სასიამოვნოა. არა, ხურციძეების შესახებ მე რა თქმა უნდა ვიცი და ხურციძეების
ტიტორების ფრესკაც არის ზარზმის აი მონასტერში რომელიც გაჩვენეთ მაგრამ მე არ ვახსენე საერთოდ არ ვახსენე ეს მესამე ტაძარი იმიტომ ამ მესამე ტაძრის შესახებ არის ყველაფერი ცნობილი ყველაფერი ცნობილი ამიტომ მე ამას არ შევეხე საერთოდ ბატონო თავიდანვე თქვა რომ ამ ტაძარს არ ვეხებიო ეს არ არის საპრობლემო მანამდე მონასტრო ბატონი ალექსანდრე რუსეცკი საწნახელი არა საწნახელის ყვალი აქ არ დაფიქსე თუმცა ბევრი რამ იყო ეს წინა ნაწილი ამ სათავსოს წინა ნაწილი მშენებლების მიერ იყო მორღვეული ბევრი რაღაც არქიტექტურული დეტალები და ქვის საწნახელი იქნებოდა სავარაუდოდ რაღაც ესეთი საწნახელი რაღაც მომგვალებული ქვები კი იყო მაგრამ ეხლა ზუსტად იმდენად ფრაგმენტული იყო ეს ყველაფერი რომ საწნახელი იყო თუ რა იყო შეიძლება რომ საწნახელიც ყოფილიყო შუა საუკუნეების არქეოლოგია პრეისტორიული არქეოლოგიისგან განსხვავდება იმით რომ შუა საუკუნეების არქეოლოგია მაინც მიღმულია ისტორიასთან რა პრეისტორიულ არქეოლოგიაში არქეოლოგია არის ყველაფერი წყაროც ის არის და ყველაფერიც ის არის და როცა შუა საუკუნეებზეა ლაპარაკი არქეოლოგია ყოველთვის მიღმულია ისტორიასთან და ისტორიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყოველთვის აი ეს არგუმენტი ეს არის განსხვავება ბატონ რევას თქვენ ხარ სულ რამდენიმე სიტყვებთან ბატონ რევას პაპუაშვილი არქეოლოგი რასთან მიმართება ორი ნაგებობა მესამე ტაძარი აშენდა მე-14 საუკუნეში მეორე რომელშიო მეორე ტაძარი და პირველი ტაძარი როდის აშენდა ეს არის სწორედ სადაო და საკამათო და აი მესამე ტაძრის ანუ მე-14 საუკუნეზე ადრეული რომ არის ნამდვილად ესეა რა არა ერთი მეორე შეიძლება მე-14 საუკუნეს ტაძარს უკავშირდებოდეს ის კარგად შემორჩენილი კედელი რომელიც იყო ის პირველი აი რომელს მე-7 საუკუნის არის თუ მე-9 საუკუნის აი ეს არის ჯერ კიდე გაურკვეველი ამას ვამბობ რა მე-14 საუკუნეზე ადრინდელი ნამდვილად რო არის ამაზე შეიძლება ისე მასალის მიხედვითაც და სტრატიგრაფიულად ანუ ბატონი რევას კითხულობს დაახლოებით ბოლო ზღვარი რა არისო ქვედა ზღვარი გარდა წერნაკიანი კრამიტისა და ჩაგირული ქვევრის რომელიც სადაოა ბატონი ვახტანგი არ მეთანხმება ალბათ არის სადღაც მე-9 საუკუნე დაახლოებით მაგრამ თუ ამ ორ კომპონენტს გავითვალისწინებ შეიძლება კიდევ უფრო ჩავი კოლეგებო კიდე კითხვები გააქვთ ან სიტყვაში გამოსვლა არაფერი ხო ბატონ ვახტანგს თხოვოთ ეხლა როგორც არქეოლოგი უნდა გითხრათ რომ დიდი სიბეჯითით არის ჩატარებული ეს სამუშაო დიდი სიბეჯითით წესიერი დამოკიდებულებით და თარიღები ყოველთვის ასე ადვილი სათქმელი არ არის კერამიკა კი გვაქვს შეიძლება მეთქვა ეს ასე მგონია მაგრამ ასე მგონია არ არის საკმარისი კომპლექსური კვლევაა საჭირო სამარხები გვაძლევს ჩვენ ძირითად დამათარიღებელ მასალას სამარხები ჩვენ არ გქონდა იყო ასეთი აზრიც რომელსაც ახლა არ ვავრცელებ იყო ასეთი აზრი რომ შეიძლება ჩვენ მქონოდა საქმე მიწაში ჩადგმულ დარნის მაგვარ გახსოვთ იყო ამაზე საუბარი მაგრამ მე ვიზიარებ მკვლევარისას რადგან ის არის მთავარი და მან ნახა ყველაფერი და მას ის საზღვრავს და მან არ ახსენა რომ ეს სამალავია ასე გავრცელებული ამ ზონაში ხო სამალავი არა მან ჩათვალა რომ ეს არის ნაგებობა რომელიც გამოიყენება ცხოვრებისთვის ეტაპები სამი ეტაპი ეს უმნიშვნელო არ არის რომ დაადგინა ადრე შუა საუკუნეების მასალა
მიწურულის ნამდვილად შეიძლება აქ გამოიყოს ორნამენტაცია, რომელსაც მე ვხედავდი, ის მანამდე განვითარებას არ ახლავს, მანამდე და ის სასანთლეები რომ არის, ჩასადგმელი, ისიც მაგონებს ეხლა უნდა ვერ ვიხსენებთ ადვილად რომელიც ადრეულ ძეგლს მაგონებს, ერთ-ერთ ადრეულ ძეგლს მაგონებს საჭიროა გახსენება და ის ნაგებობების ნაშთები, რომელსაც ხიფათი ელოდა, ჩვენ არ ვიცით იმ მშენებლობების გამო, რასაც ისინი გეგმავენ, აქედან რა დარჩება. ამიტომ მქონდა ამ გათხრების ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ არ ვიცით ხოლმე რა იქნება იქა. ამიტომ თუ გამთხრელი დასვამ საკითხს, მე ვეცდები საპატრიარქოთი ჩავერიო. თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, როგორც თქვენ მარტო არ იყოთ, მე მზადა ვარ ამას მივაქციო ყურადღება. ის ორი ნაგებობა, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ორი კედელი საკმაოდ მონუმენტური მიჯრით არის, აშკარად გულისხმობს სხვა ქრონოლოგიას, მაგრამ არ გამორიცხავს ამ კედლების თანაარსებობას, თუნდაც ქვედა მონაკვეთში სიმტკიცისთვის, ქვედა სართულისთვის, რაც რისკულების საშუალება მე მგონია არ იყო და კიდე არ იყო საშუალება აღმოსავლეთით გაფართოების, ხო, იქ ფართობი სხვას რომ უკავს. შესვლა რომ არ სადაც არ შეგეძლოთ. იქ არსებობს გარკვეულად არქეოლოგიური კვლევის პერსპექტივა. ერთი საინტერესო ნიშნულოვან ტაძართან, ჩვენი ისტორიისთვის ნიშნულოვან კვალთან, მონუმენტურად მდგართან ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, ასეთი საინტერესო მონაცემი მოგვცა, უნდა ვთქვათ, რომ ეს შეიძლება ჩვენ დასრულებულად არ ჩავთვალოთ ესა, ეს დამოუკიდებლად თქვენი მოქმედებისა, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს ასაკანი ამ სამუშაოების გაგრძელების და მე მზად ვარ ხელი შეუწყო იმას, რომ ბატონ რეზოსთან ერთად თუ კი მშენებლობა და რაიმე დაზიანების შემთხვევები იქნება, ვიყო თქვენს გვერდით. მადლობა მომხსენებელს, ის ძალიან სერიოზული მკვლევარია, უნდა გითხრათ, დღეს მე ველოდი, რომ შესაძლოა მას ეთქვა, მაგრამ დღეს დღეისაგანი არ არის. მისი დისერტაცია და მისი კვლევები ამ რეგიონში, ბორჯომის ხეობაში ძალიან მნიშვნელოვანი მასალები იყო გამოვლენილი კოლხეთთან მიმართებაში და ეს საკითხი კოლხური კულტურის გავრცელება ეს მანდამანს იმას არ ნიშნავს რომ დომინირება ეს ერთიანი ქართულ კულტურაში კოლხურის გარკვეულად ნიშნების გამოჩენას და აღმოსავლეთში მათ შორის დაკრძალვის წესში და სხვადასხვა საინტერესო მომენტია ეს უკავშირდება არქაულ ხანასაც იმ ხანაზე უფრო ადრეულ ეტაპებს, რომლებსაც ირკვევდნენ ღამბაშიძე მამაშვილი და ბატონ რეზოს ჩვენ ვიცით რომ წარმატებული იყო ეს კვლევები, მონოგრაფიაც არსებობს და უსურვებთ მას წარმატებას არა მარტო ამ შუა საუკუნეების და ამ ქრისტიანულ ტაძრებთან მიმართებაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რაც მთავარია საინტერესო ძველი არქეოლოგიაში ნივთებით, სამარხები და ყველაფერი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ძველი სიძველეები, ბრინჯაოს ხანა, მაგრამ მან შუა საუკუნეებიც ასევე დიდი ინტერესით შეისწავლა და მადლობა უნდა ვუთქვათ, მას და წარმატება უნდა ვუსურვოთ. მადლობა ბატონ ვახტანგ ჯაფარიძეს, შეფასება კარგი. საპატრიარქოსთან დაკავშირებით კი ისა ბატონ ვახტანგ საპატრიარქო იყო საქმის კურსიანის იდგა საკითხი ამ ძეგლის შენარჩუნების და ამ ბაღავერდელმა მოსწერა სააგენტოს რომ ეს ძეგლი შენარჩუნდეს. ეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ხდებოდა? კი, თქვენი ჩამოსვლის შემდეგ ხდებოდა. ხო, ესე იგი მე ეს ჩემი ბრალი არ ვიცი. მოსწერა სააგენტოს რომ შენარჩუნებინათ, მაგრამ იქ სააგენტოში დადგა საკითხი, შალვა იყო ელიქიძე და მშენებლები, ანუ პროექტის ავტორები და ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ იმერთი კედლის აღებას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ ვიზიტორის ცენტრის ძვირფასო კოლეგებო, მე მგონი ეს თემა ამოვწურეთ. მე ფიქრობ, რომ ბატონი რევას კიდევ გააგრძელებს იქ მუშაობას და ბატონ რევას უსურვოთ წარმატება და მადლობა სწორედ არქეოლოგებს.